მოგესალმებით. როგორც ვიცით, ხვალ 14 დეკემბერს 6 საათზე სპორტის სასახლეში იმართება მსოფლიო სარეიტინგო 10 ორთაბრძოლა. და მათ შორის ერთი იქნება WBF-ის მსოფლიო ქამრის დაცვაზე. ქართველი მოკრივე ნიკა ბიკოვა არის დღეს მსოფლიო ჩემპიონი WBF-ის და დაიცავს თავის ტიტულს. რა ვიცი, როგორც გვპირდება ჩვენ ნიკა უძლიერესი მოკრივეა, ძალიან პასუხისმგებლიანი სპორტსმენია, რომ ხვალ საქართველოში დარჩება მსოფლიო ქამარი. რა ვიცი, ნიკა ხო გვპირდები რა თქმა უნდა. მაგაში დარწმუნებულები ვართ უკვე რა. ბატონო, კითხვები შეიძლება. დიახ. დავიწყოთ, რომ მეგონი. კი ბატონო, კი. პირველ რიგში თქვენთან მექნება ერთ შეკითხვა თვალში. დიახ, გისმენთ. მე რამდენი ქამარი გეთამაშდა საქართველოში თქვენი ორგანიზებით, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ბოქსინგ პრომოუშენის ორგანიზებით, ეხლა უკვე ქამრის დაცვასაც ვხედავთ, როგორ შეახასებთ წელიწადს? ჩვენ კი ბატონო, ჩვენ და ესე იგი წელს სოფლიოს 4 ჯერ გაათამაშდა. მეორედ იღებს მონაწილეობას ნიკა, ერთხელ მოიგო და გახდა ჩემპიონი, დღეს იცავს ტიტულს. მომავალი წლისთვის ჩვენ კიდევ გეგმავთ ყველაზე ცოტა 4 ქამარი კიდე იქნება, სოფლიოს ქამრები კიდე იქნება და დაახლოებით 5-6 საქართველოს ქამარზე იქნება, 5-6 წონის კატეგორიაში საქართველოს ქამარზე იქნება კიდევ ეს კონკურენცია რა. და ეხლა ვინც მაგალითად მოკრივეები, ვინც იქნებიან რეიტინგში, კარგად აი ახლოს მისვლები, ისინი მიიღებენ მსოფლიოს ქამარზე მონაწილეობას რა და იქნება საშუალება ისო თავიანთ ქვეყანაში, თავიანთი ქვეყნის მაყურებელთან გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები თუ მოიგებენ, რა თქმა უნდა რა, იქნება ამის შანსი. და ვაქცია დამოკიდებული. და რაც შეეხება სარეიტინგო ორთაბრძოლებს, აი მაგ ტურნირებზე, როდესაც იქნება მსოფლიოს და საქართველოს ქამრები, იქ იქნება კიდევ მსოფლიოს სარეიტინგო შეხვედრები რა. აქ ქართველებიც იქნებიან, ჩამოსული მოკრივეებიც იქნებიან და აი ესეთი გრანდიოზული გეგმები მოქ რა მომავალი წლისთვის. წელს ეს ბოლო შეჯიბრი იქნება წლევანდელი წლისთვის, რასაც ვფიქრობ, რომ ქართული კრივის პროფესიონალური კრივის ისტორიაში აი ამდენი ჩვენ შეჯიბრებები და აი ასეთი არ ქონდა პროგრესი გვაქვს და მომავალი წლიდან უფრო მეტი პროგრესი გვექნება რა. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი თავის კოლეგებთან ერთად აი დღე-დაღამე ართენდებიან როიტიან, რომ უფრო და უფრო წინ წავიდეს ქართული კრივი. მეგონი ძალიან საინტერესო მომავალი წელიწადის ველის. რა თქმა უნდა, ესე იქნება. თუ შეიძლება ბატონ ჰოვარდსაც დავუსვო კითხვას და ხათი დამეყარებია თემაში. ბატონ ჰოვარდ, თქვენ უკვე წელს უკვე მე რამდენი ხარ საქართველოში, რა შეგიძლიათ თქვა პირველ რიგში მოახლოებულ ბრძოლაზე ნიკა ბიკოვასა და ჯანეთ სილვერმენს შორის, როგორია ამ ბრძოლის მიმართ თქვენი მოლოდინი და როგორ შეაფასებთ ზოგადად საქართველოში პროფესიონალური კრივის განვითარებას და მის პერსპექტივას? So you are here in Georgia, registered for time now this year, and what can you tell us about tomorrow's fight? What you see, what's the progress, and obviously about Georgian boxing? What do you think is going up or your... Okay. Firstly, it's a pleasure to be back in Georgia. I think maybe if I can get a Georgia citizenship and become a citizen of Georgia, then we can do that. And thank you for all the hospitality of Vajra and Katuna and Lila and Valeri and everybody. It's a fantastic country. It's one of my favorite countries ever. There's definitely been an improvement in Georgian boxing over the last year or two. In the past, a lot of Georgia fighters were simply opponents and they would go fight in foreign countries and they would come back with losses, but that's starting to change. And the talent is getting better. About the fight tomorrow night, I'm very, very excited and I'll tell you why. Firstly, when it comes to Nika, he's one hell of a strong fighter. His record is a bit patchy. So people think he's got 7 wins and 7 losses.
He went outside the country, fought a guy with 18-0 and got a draw, which many people thought he won. So he's a very dangerous fighter at 7-7. And I know that he wants the belt and he wants to go further and make even higher titles. Jared is a very interesting case. For those of you who don't know, Jared was involved in, there was an attack on Jared and he was shot. And he was in a coma for how long, Jared? 8 months. 8 months in a coma, and when he came out the coma, he could not walk. And they said he'll never walk again. And Jared has got courage, and Jared said, "You're not going to stop me from walking and fighting." So you've got a fight tomorrow night between one very strong fighter, one very courageous fighter, and in my opinion, it's an even fight. You know, Jared tells me he's going to win the belt and take it back to South Africa. Nika doesn't want to lose the belt, so I think the crowd are in for a big treat tomorrow night. Georgian boxing is getting better. And I think that it takes a lot of effort to even take it to higher heights. But if everybody works together, there's nothing stopping. თუ შეიძლება ნიკასთანაც მეკნეს თქვა ნიკა შენ იცავ უკვე შენ თამაშს გაიგე ასე ვთქვათ ჩემპიონობის გემო სოფლიო ჩემპიონობის გემო ძალიან დიდი მიღწევაა შენ წელს მოიგე თამაშს და დაცვაც და მე ვფიქრობ დიდი პასუხისმგებლობაც არის რა შეგიძლია თქვა უშუალოდ პირველ რიგში იმაზე რომ მოგეცა მის შესაძლებლობა რომ თავისთვის გებრძოლა და მეორე უკვე უშუალოდ ბრძოლაზე ხვალინდებს როგორია შენი მოროდინები და მაყურებელი გულშემატკივარი შენგან დასრულებული თუ სხვა მოგესალმებით ყველას მადლობა გულშემატკივრობისთვის ხვალინდელ ბრძოლას რაც შეეხება კამარს აქ დავტოვებ რა თქმა უნდა ისე მომზადებული ვარ თავიდან ბოლომდე როგორც არასდროს ხვალ ნახავთ კარგ სანახაობას გვერდებით მე პირადად ნიკა ერთი კითხვაც მექნება აი ჩვენ დაწონებს ნახეთ რომ რაღაც მოგიწია კიდე დამატებით კონსკრება ეს ხო არ იქნება რა ფსიქოლოგიურად როგორ გძნობ ახლა თავს პირიქით ამან უფრო გამაბრაზა 200 და 300 გრამი ვერ დავიკელი მაგრამ არა უშავს ეს მოწინააღმდეგისთვის უარესი იქნება ხვალ წერად ჩვენ ეს ყოდა საუბარი ნიკასთან და მის ტრენერთან და ნიკა დეს პირობას რომ მომოაწეს კიდე სხვა ვერსიის ქავებს კიდე მოიგებს და შემოიტანს საქართველოს გააბიდრებს და ვიტყვი ნოქოს translated. Translated for Jared so he knows what Nika said. Yeah. That was a good one. That's what how he feels for tomorrow, what he thinks about his fight tomorrow, and about his weight problem. Maybe it's something chaotic for you. He said, no, I'm more angry about this, and he will stay tight tomorrow. ჯარეთთანაც მეკნებათ კითხვას შეიძლება დავეთქმულე. ჯარეთ, შენ პირველად ხარ საქართველოში. როგორია პირველ რიგში პირველად შთაბეჭდილებები ამ ქვეყანაზე, ჩვეულებრივ სამხრეთ აფრიკიდან ჩამოხვედი და მე უკვე ალბათ გადახედავთ ჩემი ოპონენტის ბრძოლებს, რასელი ყალბები ბრძოლისგან საქართველოს კომანდი და შენ ფილადი კომანდი სამხრეთ აფრიკაში რასული დაიბრძოს შენ. And then also to watch out. What you think about our country? How do you like it? Your opinions about it. And the second question for tomorrow fights, what you think about the events, what you before fights and Georgia
Thank you, Debra, and we welcome us here to Georgia. Georgia is a very beautiful country. Everybody is hospitable and very nice, kind people. The food is good. The safety here in this country is very good. From where I come from, you can't live like this. You guys are very blessed with your freedom, that you're able to leave your bicycles and your scooters on the side of the road and not worry about theft or stealing. So you have a very good life here in Georgia compared to South Africa, where I'm from. South Africa is a very tough country. We're very tough in South Africa. So as to Georgia, it's a very beautiful country, and I definitely like to come back here on holiday and visit and bring my family here to Georgia and bring my kids here and walk the streets. And yeah, it's a very beautiful country. And what about for tomorrow flight? And the new Ყველამ მაგრამ ცემას ხო კანე სახაც ცოტა ხანი მოეფეროს ცოტა ხანი Sometime let's be there. ბატონო ლევანთანაც ვეკნება ნიკას თქვენთან აუცილებლად კითხვა ბატონო ლევან თქვენ ნიკას ბავშვობიდან მოუყვებით გაზარდეთ თქვენ პატარა კრივის აი ჩიტო აფეთცენ აგერებო სოფიოში გაშეგიძლიათ თქვათ ნიკას აი წარმატების შესახებ და როგორ არის უფრო პარალელური ბრძოლების ნიკა მომზადება მე ნიკას იმჯერა რომ კამარი დარჩება საქართველოში და მის განვითარებაზე რა სიტყვა როგორ განვითარდა და როგორ მოვიდა ჩვენ და აქამდე რა ამ გამისთვის და იცავდა დიდი ხანია ნიკას უნდა პროფესია გადასვლა პროფესიონალ კრიფში და მაგას ბიზნეს მიაღწია ბავშვი დალაპარაკობდა როდის მოვავალ ფარმაცევტი და გადავაგო პროფესიონალ კრიფში და მიაღწია მაგ ბიზნესს და კიდევ უფრო მეც მიაღწია და კიდევ სხვა განვითარდა გადავიდა ისურვე წარმატებებს დიდი მაგალითად და ჯარების თქვენსაც ვკითხოთ აუცილებლად როგორ არის ჯარები მომზადებული ჩვენ გავიგეთ ისტორია რომ ჯარებს საკმაოდ რთული პერიოდები აქვს გადატანილი ცხოვრებისეულადაც კარიერულადაც დღესდღეობით როგორ ფორმაშია და თქვენ რასაკით ხვალდეთ ბრძოლას How was he prepared for this fight? Is he ready for this fight? We know that he had some hard periods for his career, his life. What do you say? Yeah. Thank you. Thank you to Georgia. Beautiful people. As for Jared, he's been training for this fight for 5 months. So the previous fight, if you look on the videos, he was a bit overtrained. He had many tournaments that he couldn't make because they cancelled. So he peaked at the wrong time. This fight, he's peaked at the right time. He's 100% mentally and fit for this fight. So the preparation has gone very well. თქვენ ყურებს დავამატებთ ბატონო ერთი დამჭირია რომ ხვალ ველოდებით ქართულ კომაქს რომ მოგალეჭიგოთ ჩვენს ნიკა მიგოვას მე კითხები რა გაქვთ თუ დამატებით რაღაც დამატებით მომწონს Thank you very much for everything. გულობა მადლობა მადლობა ეხა ისტორიაში